მე ვარაუდობ, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო ბლოგი გამოგვივა და ძალიან საყურადღებო ვიდეო ბლოგი გამოგვივა. უცნაური რაკურსით შევარჩიეთ იმისათვის, რომ მეტმა მაყურებელმა იქნება და მეტმა მაყურებელმა ნახოს მათ შორის ამ რაკურსის გამო, ამ ფორმის გამო. მრავალ ასპექტიანი, მრავალ თემას შევეხებით, რამდენიმეს ისეთი ვიდეო ბლოგი გამოგვივა. პირველ ყოვლისა ცხადია უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიო მოვლენათა ეპიცენტრში რასაკვირველი არის უკრაინა. უკრაინასთან დაკავშირებით ისეთი ამბები ხდება, რაც თვალხილული არ არის, რომ ყველას თავმოყრა და სწორი პრეზენტირება ძალიან რთულია. უკიდურესად რთულია. მათ შორის პირველ ყოვლისა იმგვარი ამბებისა, მოვლენებისა, რომლებიც თვალხილული არ არის, ანუ ესე ვიტყვი, რაც კულუარებში ხდება, რომელთა ნაწილის უმცირესი ნაწილი ვიცი ცხადია მე, ყველა ნაწილი არ იცის პრაქტიკულად არავინ მეთქი, ასე შემიძლია თქვა, ცხადია უმაღლესი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა ტრამპის, პუტინის, ზელენსკის, არ ვიცი. ევროკავშირში იციან თუ არა, ყველაფერი ესეც კი რთული სათქმელია. მე უმცირესი ნაწილი ვიცი. უკრაინასაც ვეცდები, რომ უკრაინაც ჩავთო ამ შემსჯელობაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ან არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები მაქვს განხილველი და მოსაყოლი თქვენთვის ამბები მაქვს მოსაყოლი, რომელშიც ეგრა მაგის პასუხია გარეულია იტალიაც, გარეულია უნგრეთიც, გარეულია ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც, გარეულია თურქეთიც, არ მინდა გამორჩეს ვინმე შეერთებული შტატები ცხადია, საქართველო ცხადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შუა დერეფნის თემაა და ასე შემდეგ. შეიძლება დავიწყებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომლის ნაწილსაც გაგიმხელთ ახლა, რაც პრაქტიკულად დაზუსტებულად ვიცი. და ეს ინფორმაცია ეხება ელჩი დანეგანისა და მინისტრად-წოდებული ბოჭორიშვილის შეხვედრას რამდენიმე დღის წინანდელ. ცხადია ეს უკანასკნელი, ანუ გალუგდი ბოჭორიშვილი არაფრის გადამწყვეტი არ არის, რასაკვირველია. მაგრამ ის შეიძლება იყოს კარგი ინფორმაციის კარგი მიმტანი თუ პრემიერ-მინისტრად წოდებულ კობახიძესთან, ან თუ შესაძლოა თვით ივანიშვილთანაც კი. შესაბამისად ის შეირჩა შეერთებული შტატების ელჩის და შესაბამისად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ გვარ კომუნიკატორად, რომ მისთვის უნდა გადაეცათ ცალკეული ინფორმაციები, ხედვები, მიდგომები და ასე შემდეგ. ჩემს ხელთ არსებული პრაქტიკულად დადასტურებული ინფორმაციით საუბარი არ შეეხო ასე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის თემას. ან ასე მაგალითად მისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის თემას. არც ქალბატონი ბოჭორიშვილის მხრიდან და მით უფრო არ შეეხო შეერთებული შტატების წარმომადგენლის მხრიდან. ამ თემაზე მხარეებს არ უსჯელიათ. მოდი ასე ვთქვათ, არავინ არ იცის საბოლოო ჯამში რაზე ისაუბრეს, თუმცა ვინც რამე იცის, აი მათგან კი მაქვს, მათი ნაწილისგან მაქვს რაღაც მცირედი ინფორმაცია. ძალიან საინტერესო თემა. არ მე კი ვთქვი რამდენიმე დღის წინ რომ შეეხო თემა, ვივარაუდე რომ ისაუბრეს რეპრესიულ მანქანაზე, რომელიც აღმოქოქა დე-ფაქტო ხელისუფლებამ, კანონებზე, რომლებსაც ის იღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შესაძლოა ამაზეც ისაუბრეს, არ გამოურიცხავ, ეს ვერსია კვლავაც ძალაშია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი ან არანაკლებ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები იქნა განხილული. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი არის შემდეგი აზრი, წინადადებაზეც არ ვიტყვი, რომელიც მიაწოდა წინადადება, აზრი, ცნობა, რომელიც მიაწოდა ელჩმა დანეგანმა მინისტრად წოდებულ მაკა ბოჭორიშვილს. კერძოდ მან ელჩმა მინისტრად წოდებულს ბოჭორიშვილს უთხრა, რომ საელჩოს ხაზის გარდა არსებობს მინიმუმ 2 პერსონა, წყარო, რომელიც ვაშინგტონს პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება საქართველოსთან იმართებაში. ეს არის კონგრესმენი ჯო ვილსონი, ტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც დღე არ გავა, ასე უნდა ვთქვა, რომ პლატფორმა X-ზე ან სხვა საშუალებებით
საქართველოსთან დაკავშირებით არ წერდეს იმას, რასაც წერს. და მუდმივად დღის წესრიგში აყენებს მნიშვნელოვან რასაკვირველია მნიშვნელოვან საკითხებს. ამავდროულად კონგრესმენი ჯო ვილსონი არ არის ტრამპის, ეს უნდა ვიცოდეთ მაინც, უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი და ჯო ვილსონმა თავისი მისია ფუნქცია უკვე შეასრულა მარკო რუბიომდე, მასაც ვახსენებ რამდენიმე წუთში, მიიტანა ძირითადი თეზები, რომლებიც მას უშუალოდ კონგრესმენს აქვს და ის რეკომენდაციები რა პოლიტიკაც უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისად შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებაში. არ მინდა ვთქვა, რომ ჯო ვილსონი უკანა პლანზეა გადაწეული, რა თქმა უნდა არა, ის თავისას ეცდება მომავალშიც, მას მადლობა უნდა გადაუხადოთ, თუმცა უკვე ეს საქართველოს საკითხი უკვე მისულია მარკო რუბიომდე, მასაც ვახსენებ აქ იკითხავით რამდენიმე წუთში. ჯო ვილსონისთვის პერსონალური ამბავია, რომ აიღოს საკუთარ თავზე საქართველოს საკითხი, საერთოდ ესეა, რომ კონგრესმენები თუ სენატორები ყურირებენ, მოდი ესე ვიტყვი, ამა თუ იმ ქვეყანაზე ექსკლუზიურად ამახვილებენ ყურადღებას. ხო და ეს ლოკომოტივობა ან ლიდერობა საქართველოს თემების წინ წამოწევისა საკუთარ თავზე აიღოს სწორედ ჯო ვილსონმა კონგრესიდან. თუმცა ის არ არის ტრამპის უახლოეს გარემოცვაში, ანუ პირველ ეშელონში და მას სურს, რომ მისი რეკომენდაციები იყოს იმპლემენტირებული შეერთებული შტატების სახელმწიფო დიუნის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ან თეთრი სახლის მიერ და თეთრი სახლის მიერ იმისთვის მათ შორის რომ მოხდეს ტრამპის ახლო გარემოცვაში პირველ წრეში. ამ პირადი ამბიციის ამბავიც არის ეს. ამიტომ დავუფასოთ ჯო ვილსონს ღვაწლი მათ შორის სტრატეგიული მესიჯების გაახმიანების თაობაზე ღვაწლი და გადავიდეთ მეორე პერსონაზე მარკო რუბიოზე, რომელიც უშუალოდ არის ინფორმირებული მისი ოფისის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და იმ პოლიტიკაზე, რომელიც ალბათ კი არა, ნამდვილად უნდა შემუშავდეს საქართველოსთან დაკავშირებით. არ ლაპარაკობ მხოლოდ ივანიშვილთან დაკავშირებით შესამუშავებელ პოლიტიკას. ეს კიდე ცალკე სეგმენტია, ესე ვიტყვი. აქ საუბრობ უფრო საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაზე. არ დავასახელებ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მინიმუმ 3 პირი, სამივე ვიცი, სამიდან 2-ს ვიცნობ, ემუშავება მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტს თემაზე, როგორი პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული საქართველოსთან დაკავშირებით. ამ 3-დან აქ იკითხავით 2-ს ვიცნობ და არათუ ვიცნობ, არამედ ძალიან ახლოს ვიცნობ, ერთს არ ვიცნობ. სამივე არის ორი ნამდვილად და მესამეს პრინციპში აქვს სამივეს პოლიტიკური იდენტობა. მოქმედი პოლიტიკოსიც არის ერთი მათგანი, ორი მათგანი. ისინი ემსჯელებიან ბიზნე ივანიშვილი კვლავ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა, მაგრამ მხოლოდ ბიზნე ივანიშვილზე არ არის საუბარი, ლაპარაკია საქართველოს მომავალზე საუბარი და მათ შორის ემსჯელებიან შემდეგ საკითხზე, რომ თუ თურქეთი აქტიურდება ევროკავშირთან მიმართებაში, საქართველო უნდა და ხდება ევროკავშირის წევრი, მაგალითად 2030 წლისთვის, საქართველო უნდა ჩაებას, თურქეთი უნდა იყოს ლოკომოტივი და საქართველო უნდა ჩაებას, როგორც ვაგონი, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, სწორედ თურქეთს. თურქეთს აქვს ისიც თქვენ ძალიან საინტერესო პოზიცია, განსხვავებული პოზიცია შეერთებული შტატებისაგან, მაგალითად ყირიმთან დაკავშირებით. მე ახლა უკრაინის თემა კი არ შემომყავს ავტომატურად, მაგრამ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყირიმთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში მწიფდება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აღიარებით ან აღიარების გარეშე ეს ნახევარკუნძული ჩაუტოვონ სამწუხაროდ რუსეთს. თურქეთი კატეგორიულად ამბობს, რომ ყირიმი არის უკრაინის ტერიტორია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა იყოს. მე რასაკვირველია თურქეთისკენა ვარ. თურქეთის პოზიცია უფრო სწორად მიმაჩნია. მაგრამ ერთს დავანებოთ თავი ამ ნაწილს, თურქეთი აქტიურად მიდის ევროკავშირისგანაც. პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ ევროპის სამომავლო უსაფრთხოება წარმოუდგენელია თურქეთის თანამონაწილეობის გარეშე და ამბობს, რომ ხო,
ჩვენ თურქეთი უნდა გაგვაწევრი მიგვიღოთ ევროკავშირში, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. და თუ სახმელეთო საზღვარი იქნება საქართველოსა არის საქართველოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შორის საქართველოს როგორც ლოკომოტივი უნდა საქართველოს როგორც ვაგონი უნდა მიებას ლოკომოტივ თურქეთს და ერთად უნდა მოხდეს მაგალითად 2030 წლისთვის საქართველოს და თურქეთის გაწევრიანება. ეს არის პერფექტ ამბავი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკრაინის და მოლდოვის დუეტს ტრიო ვიყავით, ხო, მოვწყდით, ფაქტია, ფაქტი ჯიუტია. საქართველოს კი შეიძლება მიხვეს ეგრა მაგის პასუხია სომხეთიც. ანუ აქეთ მეორე ეშელონი გაჩნდეს ვაგონებისა თუ თურქეთის ლოკომოტივებით სხვა ლიანდაგი გაჩნდეს ევროკავშირისკენ მიმავალი. ამავდროულად ხო ეს საკითხი დასმული იყო ელჩის მიერ მინისტრად წოდებულ ბოჭორიშვილთან რომ ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები ყალიბდება, ჩამოყალიბდება, რა თქმა უნდა, ცხადია აქ უამრავი ამბავია, მათ შორის ევროკავშირის მზაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ევროკავშირის მზაობა არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაში. თქოს ბარემ შემოვიდან და ბარემ ვიტყვი ამ თემაზეც, რომ გამახვილებ ყურადღებას, რომ საქართველოს უნდა იყოს ადეკვატური და შეერთებული შტატები რასაც ითქმის, ისე უნდა გაკეთდეს. თუმცა რთულად ჟღერს, აქამდე აკითხავით, რომ პირიქით იყო, შეერთებული შტატები ეუბნებოდა, რომ გითხარით და გავაკეთოთ, თქვენთვის და გავაკეთეთ, ახლა პირიქით არის და შეერთებული შტატები ამბობს, რომ ჩვენ რასაც ვიტყვით, იმას ან გააკეთებთ და თუ არ გააკეთებთ, მაგ შემთხვევაში პირდაპირ თუ ირბად დაგერხა. უკრაინას მინდა რომ ავწდე. ამასობაში შუა დერეფნის საკითხიც არის ძალიან აქტუალური, გააქტუალურებული. დიახ, ერთის მხრივ მეც მილაპარაკია ამ თემაზე თურქეთსა და სომხეთს შორის როგორღაც წესრიგდება ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ზანგეზურის დერეფნის და ამ თურქეთ-სომხეთის ლოჯისტიკური ხაზების აწყობა ძალიან რთული ამბავია, რელიეფის ამბავია, ინვესტიციების ამბავია და ასე შემდეგ. და აქ კიდე მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არაფერს აკეთებს შუა დერეფნის გაძლიერებისათვის, ეს დერეფანი როგორც ასეთი, ჯერ კიდევ შევარდაძის დროს გაჭიმული ესე ვილაპარაკოთ, არსებობს. ხო და საქართველოს ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს რკინიგზის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, პორტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სახმელეთო ტვირთებთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს ეს დერეფანი. შეერთებული შტატები ძალიან გააქტიურებულია, მაგრამ მაგის პასუხია ცენტრალურ აზიაში და ცენტრალური აზიის ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფნით გარდაულად აუცილებელი, კიდევ უფრო აუცილებელი ხდება. ამ საკითხზე სამდენადაც ვიცი, ისაუბრეს მხარეებმა, ესე გაკვირით სულ მინიმუმ და ბარემ ვიტყვი, რომ დამოუკიდებლად იმისა ისაუბრეს თუ არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იმიტომ რომ ცენტრალური აზია, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ტვირთები, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ხო, უნდა მოხვდეს როგორღაც ევროპაში, ეს ფაქტია. ჩრდილოეთ მარშრუტი, რუსეთზე გამავალი, ჯერჯერობით ჩაკეტილია, სანქციების გათვალისწინებით სუსტი და ჩაკეტილია და სამხრეთ მარშრუტი, რომელიც გადის ირანის ჩრდილოეთზე, პრაქტიკულად აღარ არსებობს და მით უფრო აღარ იარსებებს თუ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიძაბება, რაც მოსალოდნელია. მე არ ვამბობ, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება შეერთებული შტატებისა ირანში, ვერ გავბედავ ამის თქმას, მაგრამ სტრატეგიულ მნიშვნელოვან ობიექტებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გაჩერდეს, შეერთებული შტატები აუცილებლად გაანადგურებს, მაღალი ალბათობით გაანადგურებს. ამიტომ ირანი არასანდო პარტნიორიც არის და გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულადაც განუვითარებელია სამხრეთის დერეფანი. ამიტომ ცენტრალურ შუა დერეფანს აქვს და ეკნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა კვლავ ვიმეორებ, მომზადებული საქართველო არ არის და შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოითხოვოს ან განახორციელოს ის მივარი პოლიტიკა, რომელსაც უნდა არ უნდა დაახაბულდება დე-ფაქტო ხელისუფლება. ალბათ დაახაბულდება დე-ფაქტო ხელისუფლება თუ რამეზე ის საერთოდ ფიქრობს. აქ შემოდის სასაკვირველი არჩევნების, დემოკრატიზაციის არჩევნების საკითხი, ახალი არჩევნების ვიღაცის წასვლის, ვიღაცის მოსვლის და ადეკვატური კოალიციური მთავრობის ბევრი თემა შემოდის, რომელიც ახლა არ ვამახვილებ ყურადღებას, აქვე ვიტყვი, რომ ასაკვირველია ეს ყველაფერი ერთ-ერთი საყრდენი ამ ყველაფრის უნდა იყოს დემოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული მდგომარეობის, დემოკრატიის აღდგენა საქართველოში, რაც არ არის დანგრეულია დემოკრატია და ავტორიტარიზმში გადავართ გადასულები. ეს ფაქტია. იტალიაზე და უნგრეთზე ჩვენი
ჩემს ხელთარწებული ინფორმაციით ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი ელჩსა და მინისტრად წოდებულს შორის ბოდიში გავთიშავ ტელეფონს არ ყოფილა საუბარი მაგრამ ვიტყვი რომ ჩვენი ლოკომოტივი იყო აქამდე ისიც რომ ბალტიის სახელმწიფოები კარგი იყო ეს ცუდი იყო არ აქვს მნიშვნელობა ისინი იყვნენ მთავარი ხმები ჩვენი ევროპაში ახლა უშუალოდ ევროპიდან ჩვენი ლოკომოტივი იქნება ამ გადაწყვეტილებამდე მიდიან ცუდია ეს ცუდია უნგრეთთან მიმართებაში უნგრეთი ეს ძალიან ცუდია და ტრამპის უახლოესი მეგობარი ევროკავშირის სივრცეში მელონი პრემიერი მელონი ანუ იტალია ანუ ბალტიის სახელმწიფოები ჩვენ ლოკომოტივად აღარ ჩაითვლება და იტალიას და უნგრეთს მიგვაბავენ უნგრეთი რო იქნება ჩვენი ლოკომოტივი ეს ძალიან ცუდია იტალიის პრემიერ-მინისტრი გასაკვირველია ძალიან ადეკვატურია მოცემულ ეტაპზე მას აქვს განსხვავებული პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის საკითხზე უკრაინის თემაზე სხვა ევროპელ წამყვან ლიდერებთან მაგრამ კალტონ მელონის საბოლოო ჯამში მის ადეკვატურ პოლიტიკას ეჭქვეშ გასაკვირველია ვერ დავაყენებთ ჩვენთვის კარგია თუ არა იტალიის ლოკომოტივობა ხო ბოდიში არ მიტყვი რომ ამ ორი ევროპული სახელმწიფოს გარდა ისევ და ისევ უნდა ვახსენოთ თურქეთიც იქნება ჩვენი თავარი ლოკომოტივი ამ პროცესში რისი თქმა მინდოდა კიდე ისი თქმა მინდოდა და ესე იგი ცენტრალური აზიის ამბავი განვიხილეთ შუა დერეფნის საკითხი განვიხილეთ მინდოდა საუბარი სიმართლე გითხრათ გერმანიაზე გერმანია კანადა ავსტრალია გაგიკვირდებათ და საფრანგეთი ატომური რესურსები ნიგერია რა შუაშიო ვინმე მეტყვის მაგრამ მაინც იმ დრო ნიგერიის ძალიან დიდ რესურსებს იყენებდა და იყენებს საფრანგეთი საკუთარი ატომური ენერგიისთვის რომელიც გადანაწილებული არის და კიდევ ერთად უნდა იყოს ევროპაში კანადა აქ ძალიან სერიოზული ფიგურანტია ახერხებს კანადა გარკვეულ ექსპორტს საკუთარი ატომ არ ვიცი ნახოთ ეს რთული თემაა ძალიან და ახლა ამ თემას არ შევეხებ ბოჭორიშვილისა და კალტონი ნეგა ხო რა უნდა მეთქვა კიდევ კაი გამახსენდა ესე იგი პირველი ჯო ვილსონზე ილაპარაკა ბატონმა ელჩმა და ამავდროულად ილაპარაკა მარკო რუბიოზე და მარკო რუბიოზე ეს თქვი თუ არ მახსოვს სიმართლე გითხრათ უთხრა კალბატონ მინისტრად წოდებულს რომ სამი ადამიანი არსებობს ხო ეს უნდა თქვი ეს დავიწყებას ლაპარაკი და როგორი არ დავამთავრე სამი ადამიანი არსებობს ვინც მარკო რუბიოსთან უშუალო კავშირზეა მარკო რუბიოს ოფისთან მოდი უფრო ზუსტი რო ვიყო ეს არის ორი პოლიტიკოსი მინიმუმ თუ სამივე არა რომლებიც აწვდიან ინფორმაციას და ანალიზს იმასთან დაკავშირებით როგორი გადაწყვეტილება როგორი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს შეერთებულ შტატებმა საქართველოსთან მიმართებაში ეს მე მგონი თქვი მაგრამ რო ვიმეორებ არაფერი ცუდი ამაში არ არის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქალბატონ ბოჭორიშვილისთვის ითქვა არა იმიტომ რომ ქალბატონ ბოჭორიშვილს პასუხი გაეცვა ეხა ელჩისთვის არამედ ითქვა იმიტომ რომ ქალბატონ ბოჭორიშვილს ეს ყველაფერი მეტნაკლებად ზუსტად მიეტანა პრემიერ-მინისტრად წოდებულ გობახიძემდე რომელიც თავის მხრივ ამ ყველაფრის საუბაზე ინფორმაციას მიაწვდიდა ბიზინა ივანიშვილს კვლავ ვიმეორებ თავარი მესიჯი არის ამგვარი შეერთებული შტატებიდან რომ ჩვენ ამერიკელები ვიტყვით ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს და თუნდაც გამომდის მაგრამ აბა კაი ბიჭები ხართ და მაგრები ხართ თუ ჩვენს მოსაზრებებს გეოპოლიტიკურ საკითხებზე ხას უსვავ არ დასთანხმდებით მარკო რუბიო საქმის კურსია ჯო ვილსონი ეხმარება მარკო რუბიოსაც ჯო ვილსონი იქნება ასეთივე აქტიური და დემოკრატიის თაობაზე და ასე შემდეგ მუდმივად გაამახვილებს ყურადღებას დემოკრატიისა და გეოსტრატეგიულ საკითხებზე მუდმივად გაამახვილებს ყურადღებას ხოლო პოლიტიკას შეიმუშავებს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხლა დონალდ ტრამპამდე რომ არ აიწევა საქართველოს თემა ხო ეს ბუნებრივია ყოველ შემთხვევაში პირველი 2 წელიწადი მაინც ან 3 წელიწადი მან შეიძლება 4 წელიწადი ტრამპის მმართველობისა უკრაინასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა თუ არა 2-3 სიტყვა არ ვიცი ცუდი მდგომარეობა აქვს უკრაინას ფაქტი არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს უკრაინას ფაქტია პერსონალურად მე ჯერა დარწმუნებული ვარ უკრაინელები აგზელებენ ომს პუტინი არ წყვეტს ომს რასაკვირველია თუმცა ხო ვიტყვი ამასაც ბარემ ვიტყვი რომ რუსეთის ლიდერი
პრეზიდენტი პუტინი ყველაფერზე ყველა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს. აი მოდი ყველა სიტყვას ზუსტად ვიხმარ. კერძოდ, არა მხოლოდ სასარგებლო არა მხოლოდ იმაზე იქნება თანახმა, რომ უკრაინაში, დარჩენილ უკრაინაში არსებული სასარგებლო წიაღისეული გადაეცეს შეერთებულ შტატებს, იქ ფონდი იქნება მოგეხსენებათ, არამედ იმ ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულიც კი შეიძლება გადაეცეს შეერთებულ შტატებს, რომელსაც გააკონტროლებს რუსეთი უკვე შემდგომ. ეს არის ესე იგი დონბასში, დონეცკსა და ლუხანსკში და ყირიმში ნაკლებია, ან არ არის არსებული სასარგებლო წიაღისეული. როდის ლაგდება შეერთებული შტატები ევროპასთან, პარემ აქვე ვიტყვი, რომ პირველ ყოვლისა ცხადია ტრამპი ეცდება დალაგებას სინ ძინპინთან და აი უკვე შემდგომ როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება ევროპასთან ლაპარაკს აპირებს უკვე შემდგომ. საქართველოს ხო, უკრაინასთან იმართებაში ის მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ბრძოლები გასაკვირველია გაგრძელდება და არანაირ ისეთ ეგრეთ წოდებულ რასკლადზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ინტერესებისთვის მავნე საზიანო იქნება, მათ შორის ყირიმის დათმობაზე, ოფიციალური კიევი ხელს არ მოაწერს. წუხوار რომ ტრამპს ამგვარი პოლიტიკა სამწუხაროა ეს, მაგრამ ობიექტური რეალობაა, რომ ამგვარი პოლიტიკა აქვს შემუშავებული ჩანს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს გარკვეული ამბები. ხო, და საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ორი სიტყვა. არ ფიგურირებდა ეს საუბარი, ეს თემა საუბრისას, ელჩისა და მისად წოდებულისა, მაგრამ შეერთებულ შტატებში მწიფდება, მათ შორის პირველ ყოვლისა ჯო ვილსონის ძალისხმევით, მეოხებით, მწიფდება აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მოხდეს ამ ხელისუფლების ცვლილების გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადატვირთვა ურთიერთობისა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელჩი ამას ინდას თქვი ეს ელჩი ლეჟავა განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად პრემიერ-მინისტრობის, რომელიც თავისი გუნდით მოვა თავიდან ბოლომდე. ანუ პრაქტიკულად არავის არ დატოვებს კობახიძე ხარიბაშვილის გუნდებიდან, კობახიძის გუნდიდან. ასე მოხდება თუ არა, არ ვიცი, ერთ-ერთი კანდიდატი არის ის. კვლავ ვიმეორებ, ეს არ განხილულა ელჩისა და მინისტრად ყოფილის მინისტრად წოდებულის შეხვედრაზე. მეორე კანდიდატი არის ლევან დავითაშვილი და მესამე კანდიდატი არის ირაკლი რუხაძე. ამერიკის მოქალაქე. ამ უკანასკნელზე შეაჩერებს მიზნე ივანიშვილი არჩევანს თუ ის, ანუ ივანიშვილი დაინტერესებული ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვით. და ეს თუ მოხდა ასე, ყველაფერს შეახოცავენ, შეაწმინდავენ ხელს ირაკლი კობახიძეს, მას დაბრალდება ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება. ჩაინიშნება უკვე შემდგომ ახალი არჩევნები, გადატვირთვის გამო, მათ შორის და კრიზისის აღიარების გათვალისწინებით და ირაკლი რუხაძის პრემიერ-მინისტრობით ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელშიც ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს. თუმცა ვინ გაიმარჯვებს არსებული პოლიტიკური ცუდი სპექტრის ქმედებათა გამო, ცუდი სპექტრის, ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობ, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვერ გეტყვით. მოდი ესე ვთქვათ. ვერავინ ვერ გაიმარჯვებს, ვერც ქართული ოცნება და ვერც რომელიმე ერთი პარტია, ყველა იქნება ძალიან სუსტი, მაგრამ შესაბამისად შედგება კოალიციური მთავრობა. მე პერსონალურად ცხადია, მინდა რომ ქართული ოცნება საერთოდ განდევნილი იყოს სივრციდან იმ დანაშაულების გამო, რომლებიც მან ჩაიდინა. ერთია მე რა მინდა, მეორეა რა რეალობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. 100% რაც გიამბეთ არის ერთი გულწრფელი და მეორე ჩემი რაღაც ანალიზების გარდა ფაქტებად რაც გიამბეთ, ეს არის 100%-ად გადამოწმებული ინფორმაციები. მათ შორის ისიც, რომ ირაკლი რუხაძე და ლევან დავითაშვილი განიხილებიან პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატებთან იმ ლეჟავასთან ერთად, რომელიც არის იაპონიაში საქართველოს ელჩი. ნებისმიერ შემთხვევაში დავითაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი რუხაძე თუ
ლეჟავა არ მახსოვს რა ქვია, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი არჩევნებს მოსთხოვს შეერთებული შტატები გადატვირთვის გამო და კრიზისის გამო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფალს, ანუ ბიზნა ივანიშვილს. შუადერეფნის საკითხი განვიხილეთ. ლოკომოტივი რო იქნება ჩვენი იტალია და უნგრეთი და თურქეთი ეს განვიხილეთ. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების კვალდაკვალ შეიძლება ჩვენც რომ მივყვეთ თურქეთს ესეც განვიხილეთ და ჩვენ და რა თქმა უნდა ჩვენში არ გულისხმობ ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებას. არა, ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან, მეგონებით სამომავლო პერსპექტივაში. ჩვენ უნდა ჩავებათ თურქეთს, სასაკვირველია და მოხდეს ინტენსიფიკაცია ურთიერთობებისა. ჩვენსა და თურქეთს შორის. დროს მე ჩვენ უნდა ჩაგვებას სომხეთის შუადერეფნის საკითხი განვიხილეთ. უკაცრავად უნგრეთის და იტალიის საკითხი განვიხილეთ. უკრაინის საკითხი შევეხეთ ორი სიტყვით. ავიცი. აი ეს ამბებია რის თაობაზეც მინდოდა ორი სიტყვის თქვა. ნახვამდის.